ჩემი მხრივ ეხა მეც მინდა ერთი-ორი სიტყვა ამაზე რო ვთქვა, ნიკამ ძალიან კარგად ჩამოყალიბა, მე ჩემი გამოცდილება მაქვს. მე არ ვარ დიდად მორწმუნე ადამიანი, მაგრამ პრეტენზია მაქვს ნამდვილად რწმენაზე. თუ დავუშვათ თქვენ ათეისტი ბრძანდებით თქვენი ცხოვრების ამ ეტაპზე, შეგიძლიათ ამას კარმული პრინციპი დაარქვათ. ჩემი აზრით, წარმატების ფორმულა არის უაზროდ, სიდებილემდე გადაზრდილი, სიდებილეში გადაზრდილი პატიოსნება. ამას სამყარო, ჩემთვის ღმერთი და ათეისტებისთვის სამყარო მაგრად აბრუნებს უკან რო იცოდეთ რა. რაც უფრო პატიოსანი იქნებით, რაც უფრო ერთ ლოყაში რო გაგაწნიან, მეორეს შეუშვერთ, რაც უფრო ერთ ადამიანს ფულს ასესხებთ და მეორეჯერ მოვა და მეორეჯერაც ასესხებთ, მით უფრო დაგიფასებთ ამას სამყარო. ესაა ჩემი გამოცდილება და ამას გესაუბრებათ ის ადამიანი, ვისაც ცხოვრებაში ღმერთი ორჯერ ყავს თვალით ნანახი, რო იცოდეთ და დამიჯერეთ ერთ ჩემილა მე სამომავლოდ პირველ ნახვაზე გესაუბროთ კიდევაც მეორეს უბრალოდ ვერასდროს ვერ ვიტყვი, ვერ მოვყვები ამ ამბავს. დამიჯერეთ, თქვენ დააბრუნეთ, გაიცით უანგარო სიკეთე, დააბრუნეთ სამყაროში ეს ენერგია და სამყარო და ჩემი აზრით ღმერთი ამ ყველაფერს ასმაგად თქვენ აგინაზღავრებთ.